გამარჯობათ მეგობრებო, თქვენ იმყოფებით არხზე ზუმას რაივი, მე კი მისი წამყვანი ლევანი გახლავართ. ესე იგი, რა არის ამ არხის შექმნის მიზანი და მიზეზი? ზოგადად ქართული YouTube სივრცეში და არა მარტო ქართული YouTube სივრცეში უცხოურშიც ბევრი ავტომობილის ტესტ-დრაივის ვიდეოა გადაღებული. უმეტესობა მათგანი საკმაოდ ძვირადღირებული ავტომობილები არის და რა თქმა უნდა არის საშუალო კლასის ავტომობილებიც. სწორედ ამიტომ ამ არხზე თქვენ ნახავთ როგორც დაბალი კლასის ავტომობილების ვიდეოს, ასევე საშუალო კლასის ავტომობილების ვიდეოს და რა თქმა უნდა იქნება მაღალი კლასის ავტომობილების ვიდეოებიც. ჩვენ ვიმყოფებით ქალაქ ზესტაფონში, ჩემს საყვარელ ზესტაფონში. თუ თვლით და მოგეწონებათ ეს ვიდეო, გთხოვთ დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი და გააქტიუროთ ზარის ღილაკი, რათა არ გამოვტოვოთ საინტერესო ვიდეოები. დღეს კი ჩვენთან სტუმრად იმყოფება BMW E46. და 6 ავტომობილი ზოგადად გამოდიოდა 1999 წლიდან 2005 წლამდე. კონკრეტულად ჩვენი ავტომობილი გახავთ 2002 წლიანი რესტაილინგი. რესტაილინგი არა რესტაილინგისგან ძალიან ბევრი რამით განსხვავდება. ერთ-ერთი რაც არის განსხვავებულია ფარები, მისი მოხვევის კუთხის მაჩვენებელი რესტაილინგის მოგეხსენებათ არის აი ასე აწეული როგორც ამაზე აყენია, ხოლო არა რესტაილინგის მოხვევის კუთხის მაჩვენებლები დაბლით ჩამოდის და განსხვავებულია რესტაილინგისგან. ბევრი რამეა განსხვავებული იქ ფარები, კრილო, შიტოკი, სალონი და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი განსხვავებაა. წინ ავტომობილს უყენია M3-ის შიტოკი, რაც ალამაზებს ავტომობილს, ამაზეა და ძალიან უხდება თავის დამატებებითაც. ავტომობილზე ასევე აყენია 18-იანი BBS დისკები, რაც ძალიან დიდი დისკებია, არ ვიცი ახლა კადრში ჩანს თუ არა ისე, მაგრამ ვიზუალზე ეტყობა რომ დიდი დისკებია. პლუს მით უმეტეს დაყენებული აქვს 4-ვე ფლიანეცები, გამოწეულია კრილოს გარეთ და ძალიან ლამაზ ვიდს აძლევს ავტომობილს. ეხლა კი ყველაზე მთავარი, გადავიდეთ ავტომობილის გულზე, ძრავზე ვნახოთ რა დევს შიგნით. ავტომობილში დევს M54 3.0 6 ცილინდრიანი ორვანოსიანი ძრავი, რომელიც გამოიმუშავებს 231 ცხენის ძალას და 300 ნიუტონ-მეტრს. როდესაც ეს ავტომობილი გამოდიოდა, ეს ცხენის ძალები იმ დროისათვის ძალიან მაგარ შედეგად ითვლებოდა, კარგი აჩქარებაც ჰქონდა, კარგი ნიუტონებიც ჰქონდა და საკმაოდ სწრაფი ავტომობილიც იყო. ვისაც არ მოწონდა ეხლა და მეტი უნდოდა თავისთავად, იქ მიდიოდა მერე კეთდებოდა სტეიჯი, წერებოდა ნასტროიკას, პრაშიკებოდა, ეცლებოდა შემშვებ-გამშვები, ჰაერის ფილტრის სპორტულს აყენებდნენ და იღებდნენ მაქსიმალურ შედეგს ამ ძრავიდან. რაც შეეხება ამ ძრავს, ეს 3.0 BMW-ში ერთ-ერთი ყველაზე გამძლე ძრავებად ითვლება. რაც შეეხება ეხლა ყველას აინტერესებს ამის წვის მაჩვენებელი. როდესაც ეს ავტომობილი ყავს ზოგადად ეხლა წვას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, წვავს რასაც ჩაასხავ, მაგრამ თქვა ჩვენ მაინც ქართულად ამ ავტომობილს უწერია ქალაქში 13-14 ლიტრი, ტრასაზე უწერია 8 ლიტრი, ხოლო შერეულად უწერია 10-11 ლიტრი. ეს რა თქმა უნდა ქართულად დანარჩენი კი ტარების სტილზე არის დამოკიდებული, როგორ დაგხავს. ეხლა თუ გათხრილი მიდიხარ და ტახომეტრი იქ 7-ზე უკაკუნევს, რა თქმა უნდა, ეხლა წვას აღარც აზრი აღარ აქვს, ამაზე წვაზე ლაპარაკს, წვავს, რასაც ჩაასხავ იმდეს. ეხლა კი ყველაზე მთავარი, რაც ზოგადად BMW-ში არის ხოლმე, წყლის პრობლემები.
რა შეიძლება ხარო ვთქვა, თუ დაუშვათ წყლის რომელიმე შლანგი დაზიანებული არის, აუცილებლად აწევს წყალს, იმიტომ რომ მაღალ დატვირთვაზე მუშაობს ეს ძრავები და ერთ-ერთ პრობლემად რა თქმა უნდა ეს ნამდვილად არის წყლის პრობლემა. ამიტომ აუცილებელია უნდა მივაქციოთ ამ ავტომობილზე წყლის მილებს ყურადღება, უნდა იყოს სრულად გამართული და დამერწმუნდეთ თუ ავტომობილი მწყობრში არის, თუ გამართულია წყლის სისტემა, არანაირი წყლის პრობლემები არ გააჩნია ამ ავტომობილს. ნუ მეტი რა შეიძლება რომ ვილაპარაკოთ, ეხლა კი გადავიდეთ უშუალოდ ტესტ-დრაივზე, ვნახოთ როგორ დადის ჩვენი ავტომობილი, განვიხილოთ სალონი და დანარჩენი ჩავიხედოთ შიგნით. რაც შეეხება სალონს, BMW სალონი უშუალოდ ძღოლზე არის გათვლილი. რას გულისხმობ, ეხლა ამაში აი დააკვირდით ტორპედო მაჩვენებლების დაფა, აი როგორ არის ძღოლისკენ მოხრილი. ზუსტად ძღოლზე არის გათვლილი. რაც შეეხება ეხლა ტორპედოს, ტორპედო არ არის პლასმასის, სიარულის დროს არ ხმაურობს როგორც ბევრი ახალი მანქანა, რბილი რეზინოვანი მასალისგან არის დამზადებული და 24 წლის მანქანა არის და როგორი შენახულია ტორპედო თითქოს ეხლა არის გამოსული ქარხნიდან. ძალიან მაგარია. რაც შეეხება გაყოფილი არის ზედანაწილი არის აუდიო სისტემის, ქვემოთ სტანდარტულად აყენია კონდიციონერი, ფეჩი, დაბლა გვაქვს მოცურების ღილაკი, ეს ხმის გათიშვა არის, გვერდით გვაქვს მოყინულზე ჩასვლის ფუნქცია, აი ამას გავააქტიურებთ და შეგვიძლია ჩავიდეთ ყინულიან გზაზე, ოღონდ რა თქმა უნდა საბურავები უნდა გვიწყობდეს ხელს. რაც შეეხება მაჩვენებელთა დაფა აყენია ქართული რესტაილინგის მაჩვენებელთა დაფა არის, ეს მანქანა არის ამერიკული, ამერიკიდანაა ჩამოყვანილი და მილებიჩი არის მაჩვენებლების დაფა. გვაქვს ასევე მულტისაჭე, ხმის აწევ-დაწევა, რადიოს გადართვის ღილაკები, ავტოპილოტის მართვა. მე 1-2 სიტყვით მინდა შევეხო საჭეს, რომ საჭი არის ძალიან მაგარი, კარგად ზის ხელში, არ არის ძალიან პატარა და ძალიან დიდი, აი ხელში ზის ძალიან მაგრად მოწონს. აქვე აქვს 4-ვე ელექტროშუშა ავტომობილს და ყველაზე მთავარი ავტომობილზე აყენია M-ის ტყავის სალონი, ძალიან მაგარია, მე მაგრად მომწონს, აი დომის პოზიცია აქვს, ძალიან მაგარი და ძალიან მაგრა უხდება კიდევ ამ ავტომობილის ტყავის სალონი, მით უმეტეს M-ის. ჭერი გვაქვს ნაჭრის, სტანდარტულად ნაჭრის ჭერი არის, შავი არის ესეც და მინდა აღვიშო რომ როგორც სალონი, ასევე გარედან ეს ავტომობილი არის შავი შავში. ერთი მინდა ვთქვა კიდევ რომ ავტომობილი არის 18-იან დისკებზე, ძალიან დიდი დისკები არის ამ მანქანისთვის და მიუხედავად მაგისა ძალიან რბილად დადის, არ ხმაურობს და მანევრიც მაგარი აქვს. ეხლა კი გავიდეთ, გავტესტოთ როგორი აჩქარება აქვს, როგორი სიარული აქვს და ასე შემდეგ ვნახოთ როგორ დადის ჩვენი E46. ამისთვის კი ყველაზე მთავარი არის 1-2 მიჭერა.
არ ვიცი ეხა ვიდეოში ჩანს თუ არა, ძალიან მაგარი აჩქარება აქვს ამ ავტომობილს, აღოს 3-0-ის კვალობაზე. ძალიან მაგრად დადის. თუმეტეს ცოტა ამ ძრავში ხელები ან აფათურები და რამოდენიმე ცხენი მომატებული აქვს. მომეწონ აჩქარება მაგარი აქვს. ამასობაში დაგვაღამდა, ეხა 1-2 სიტყვით მინდა შევაჯამო ჩვენი დღევანდელი ტესტ-დრაივი. მე პირადად ძალიან მომეწონა ამ ავტომობილით სიარული, არ მომწონს, კაი ავტომობილია. თქვენს თვითლით რომ მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო, გთხოვთ დაალაიქოთ ჩვენი ვიდეო, დაწეროთ კომენტარები, გამოიწეროთ ჩვენი არხი, რათა არ გამოტოვოთ საინტერესო ვიდეოები. ერთი მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ ვართ პროფესიონალები, ჩვენ ვართ უბრალოდ ავტომოყვარულები და ჩვენებურ ენაზე გვინდა შემოგთავაზოთ ჩვენი მიერ განხილული ავტომობილების ტესტ-დრაივი. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და მომავალ ვიდეომდე.